გავიხე. დილამშვიდობის როგორ ხართ? აქ 7 საათი ხდება. ჩაგვეძინა, წუხელა მეც ჩამეძინა და მაკიაჟი არ მოვიშორე, უბრალოდ ვერ მოვიშორე. სკროლავდი და კოსმეტიკის პროდუქტები მოგაქვს საჩუქრად. შეხედეთ რამდენი. რა თქმა უნდა, სადაც შემიძლია რომ გავაცნო ჩემი პროდუქტი. Hello, good morning. Good morning, nice to see you. Buongiorno. ამაში ყავა მაქვს სავსე, ამაში ყავა და ყინულები. Thank you very much. არასოდეს breakfast-ის ვიდეოს ავდი და აღვიდე ჩემ ბლოგს უბრალოდ წამბილი. ამაში 7-ის ნახევარზე როდის გავიღვიძე მართლა არ მახსოვს. ნუ ასე გამოიყურება ჩვენი breakfast-ი. ყინულები უნდა წავისვას სახეზე აფასირებად. სხვა გზა არ მაქვს მანქანაში უნდა გამეკეთებინა რუტინა. ამაში ისხია ხუთი ხაყავა, მომაცინა გამოვიძებო თეთრის გარკვევაში. მიაცინა მიდიშრადე. გიჟდები აქ რო ვაწყო. აი ამ რუტინის გარეშე ფიზიკურად არ შემიძლია ყოფნა. ანდრეიჯი. დამატენიანებელი დაამრჩა სასტუმროში. დღისით ხომ დამატენიანებელს ვისმა, ხომ ძირითადად ძალიან კულტურას ხდება და გამოვიდა თამაშის მალინაც აქვს. არ გამოსიტეთრეს არის სიყვარული თვალებს არწობს და ადვილად შედის განში. და ტუჩის ბალზაკი აუცილებლად საჭიროა ყოველთვის ყველა სეზონზე. მინდა რომ ნებისმიერი ტუცაცი მარტი, არამარტი დაჭდეს იდეალურად და გამოვიყენოთ თამაშის ტუჩის ბალზაკი. იმიტომ რომ ძალიან გადატენიანი აქვს ამ სპეციალურად კატეგორიის ხორმაჩენის უჯრედებში და აჩვენებს უნდა უჯრედებს. მშვიდობიან და ნაცნობ დღეს გადაღების გადაღების მეოთხე საათი. აქედან მხრიდან არ გაჩვენებს, ვიდრე სახელწოდება წერია ფილმის. 9 საათი ნახევარი იყო გადაღება. აშექშინდეს არ მოხს გამავაზებული როლი ისეთი ლამაზი როლი. დაიწყო და ადრე მოვჭრეთ. უნდა ვიყო დილის 7 საათზე. სადაც მომეტანეს. ეხლა დაიდო ყველა ვიდეოები, არ იჭერდა Wi-Fi საერთო. რამდენი საათი წარმოვიდგენ ტელეფონის გარეშე არ მახსოვს. ჩემი ხელებს შეხედეთ. ეხლა მინდა სასტუმროში წასვლა, ჩემი გოგო მოვა, თვებს დავიბან. აი ცოტა მოწია, მოწყურია ყველაფერი. და მივედით უკვე რა კაია. ეხლა ჩავედით. ვერთო მაგრად მშია, აი კიდურესად მშია. ეხლა გაჩვენებ რომ შემივდივარ. დაიცადეთ, წინ გაჩვენო. მაგრად წეს. ზუკა, მითხარი, დღეს ვიყავით მინუს 20-ში არა გატყუებს რა. ამდენი იყო მინუს 1 ან 2. ჩემი კაზაჩოკები მინდა გაჩვენოთ. ანუ მიხვდებით როგორი სველი მაქვს ყველაფერი. დღეს ზუკა იყო გამოცდაზე, ღმერთმა გამოცდა მოგიწყო ზუკა. ზუკა. გინდა მსახიობობა. ზუკა დაართული იყო. ამიყურება? ლაივში ხარ, ვიდეოს კი არ გიგე. კიდევ კარგი, ეს წამოიღე, უნდა წავიდეთ, უნდა წავიდეთ. მე ხლა, აი როგორც კი მივალ, წყალს ვავსებ. ნაცნავები რომ წყალს ვავსებ და ვხტები. საჭმელს ვიძახებ, აი უკიდურესად მშია. ბურგერები ქონდათ და რაღაცეები იყო რა, აი ესეთი რაღაცეები უცებ რო ჭამო. ხო, fast food-ი იყო, sorry. როგორი ლამაზი ვიყავი დილით ლაივში. წავით, წავისე ჩემი კრემები.
ეხლა დაიდო, წეღან დაიდო თურმე. ხელები მაქვს, წავიქეცი, მერე. აბა სად მაქვს? აი შეხედეთ. შემთხვევით მე ხო ეგეთი ვარ, ფეთხუმი ვარ. გორაზე ამიცდა ფეხი და წავდღავდი. აი შეხედეთ. მაგრამ თბილისში წემსო ხო? ფილმში ვარ. როგორ მომწო? აბა შევამოხედეთ. იცი რა არის? ძალიან დიდი გამოცდილებას ვიღებ. თბილისში კომედი კლუბში ხო რაღაცას თამაშობდი ადრე ოღონდ ანუ არაფერი მე და კომედია ვერ ვარ. ანუ მე არ ვარ კომედის ჟანრის გოგო რა. და ფილმში საქართველოში არცად არ თამაშია ვაფშე არსად რა და თიკო გამარჯობა. შენ თიკო ლაივში თიკო შენი ბიჭი არის განადგურებული. ანუ დღეს ვიყავით უკიდურეს მთაში, მაგრამ ხო რო აგიხსნათ ეხლა რა ხდებოდა. სწრაფად იღებდნენ რეალურად 9 საათნახევარი ქონდა გადაღება. ერთადერთი მინუსი რაც იყო ციოდა. მაიმე ხელებით შეხედეთ რას იყოს. ციოდა ეს სტატუებით დამიფარეს, იმიტომ რომ არ უნდა ჩანდეს და ეხლა სული ხალხს გავიწმინდე რა. მეც მიყვარხარ. 7:09-ზე ავდექი. დავიძინე იყო 3 საათი თუ 4 წუთები იყო. ჩემი სიტყვის როლი, როგორ ვთქვა, სიტყვაც ხო მაქვს მე. ეს ხვალ არის, დღეს გაწვიმდა, ვერ მოვასწარით რა. აქ არის კრუპნი კადრი, აქ არის უხმო კადრი, აქ არის უბრალოდ აი ერთ რო იღებენ მთლიანად, მერე ცალკე იღებენ სხვადასხვანაირად. და საკმაოდ დიდ დროს მოიცავს. მე არ მაქვს ზოგადად მუშაობაზე პრობლემა, მაგრამ აი სიცივეზე მაქვს პრობლემა და უნდა გენახათ ეს საყვარლები იყვნენ ყველა უდიდი საბნებით მოძრაობდნენ. როგორც კი გადავიღებდით ამ სცენას, მოვიდოდნენ, მომახურებდნენ ორივე. ყველას აი უდიდეს საბას, ძალიან საყვარლები იყვნენ, ზრუნველები. უბრალოდ მაგარი მშიერი ვარ და მე დილით ვერ ვჭამ. ეს ჭამს ბრექვესტს უკა, მაგრამ დღეს ისე დარჩა ბრექვესტის გარეშე. იმიტომ რომ მაღვიძა რომ გვიან დაგვირეკა, ან არ დააყენე ვაფშე, რამ გაგაღვიდა არ ვიცი. ერთი მახსოვს შემოვიდა გიჟივით, ჩქარაო მძღოლი გველოდებაო და ახლა სახელ ვერ გეტყვით სახელწოდებას, არ შემიძლია. სხვადასხვა ადგილას იღებენ. ანუ ერთი ლოკაცია არ არის გადასაღებად რომ მიხვდეთ რა. და წარმოვიდგინეთ 10 წუთიან 10 და 8 წუთიანს რომ უნდებით ამდენი ხანი, ძალიან დიდი ხანი უნდა ზოგადად. ანუ ჩემ ხელებს შეხედეთ, უბრალოდ ხელებს შეხედეთ. არცლა. ჯერ არ გამოვა. იცი როგორ არის? ზოგადად არ გეგონოთ რომ მთლიანი ყველა სცენა ვიცით ჩვენ ფილმის. მხოლოდ ის ვიცით, რაც ჩვენ გვევალება, რაშიც ვარ. სხვას არაფერს არ გვეუბნევიან, მხოლოდ ის მომენტი, როცა ჩვენი დრო არის. ხვალ მეგონა რომ 7-ზე მივდიოდი გადასაღებად და იცი რომ საათზე მივდივარ. წვიმა არის ხვალ თურმე გამოცხადებული რომში. და რადგან გარე გადაღება არის და ხვალ გამოვდივარ სიტყვით, ანუ ჩემი სიტყვა არის. არაფერი დიდი არ არის, ერთი ფურცელია დაახლოებით, მაგრამ დღეს ვიყავი მობილიზებული, ნერვიულობდი, განვიცდიდი, უკვე ზუკასაც კი მეუბნეთ, ხო სწორედ ვიძახი ყველა სიტყვას რაღაც და აღმოჩნდა რომ წვიმამ დასცხო მაგრად, არ ვიცი, მთის წვერზე ვიყავი. ხო არაფერს არ ვიძახი მეც. ზუკა არ ინერვიულო ხო ვიცი ეგენი კანონები ხო და
ძალიან ციოდა ერთს გეტყვით რომ ისე გავიყინე საბანიტო იმათაც ხო ქონდათ იცი საყვარლები არიან აი ძალიან გადამღები ჯგუფი ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ რომ ციოდა პატარა თხელისაბნები როა ზაფხულისაბნები პლედები ეს ბიჭზე ეჭირა და ჩვენ გვახვევდნენ ხოლმე ისეთი ზრუნველები არიან მე ჩაი თამობოდიში კრემა მანთაც გავაკეთოთ თუ პირდაპირ ფხვიერი თვალი როგორც მაშინ ოღონდ ის გავაკეთოთ ის ცოტა ოდნავი ხო ოდნავ არა იყოს ისევ ისეთი არ მინდა ხო და ამის გარდა ესე იგი რა მე ხო თბილისში ძველ დროში ძველი თამო რო არსებობდა 2013 14 15 16 17 წლებში სანამ გარდაიცვლებოდა ასე რომ ვთქვათ ქალბატონი თამო 2018 წელს დაიბადა ახალი თამო რაც სოფია გავაჩინე მაშინ თამაშობდი ხოლმე კომედი კლუბში რაღაც ისეთი ანუ მე და კომედია ვარ ძალიან შორს აი როგორ აღიხსნათ სად რა ვიცი ძალიან შორს ვარ ხო და ვერ თამაშობდი იმიტომ რომ მე არ შემიძლია ასეთი ჟანრი უფრო დრამა მელოდრამა დეტექტივი და ასეთი ფილმები მომწონს ძალიან ხო და მე ხა ისეთი როლი მაქვს საკმაოდ სერიოზული რა ანუ სერიოზული რა დრამატული ემოციური თან ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც ასეთ იმაზე ხო სულ ხმარა მოვიღო და სულ რო არ მქონდეს სათქმელი და ტექსტი რო არ მქონდეს ხო იმდენად ემოციური როლია და იმდენად ემოცია უნდა დაიჭირონ ამ ყველაფერში თვალებით ყვირილით წივილით სიარულით სირბილით თუ ასე შემდეგ ან ბევრი ფაქტორია რომ ძალიან დიდი გაკვეთილს ვწავლობ ასე ვთქვათ რა და ძალიან მნიშვნელოვანია ფილმი ჯერ არ ვიცი ეხლა ნახეთ ფილმი არ ვიცი აი მე ჩემთვის წამოვიღე ოკეი გინდა ხუთი არის ნახეთ როგორ არის რა ხდება ხოლმე ზოგადად გეჭორავებით აი ამ ფილმებზე და რაც მე გავიგე და ვიცი რაც მე დავინახე და ვიცი იმაზე გეჭორავებით რა ეხლა ვარ 2 საათით აქ არის 21:35 პარიზში გავიკეთე მაკიაჟი სანამ წავიდოდი მე საქართველოდან შევთანხმდი უსაყვარლეს გოგონას მოვიდა გამიკეთა მომეწონა სხვა ძალიან მომეწონა უბრალოდ მე მაქვს ერთი ანუ თვალი არ მიყვარს ხოლმე ძალიან წვეტები და ხო იცით ახლა პირველად ადამიანთან მუშაობ ხო ანუ არიცი და უბრალოდ რაღაც ჭდილის რაღაც ვერ გავიგეთ ერთმანეთის და მითხრა რომ ვეღარ მოვალო თან ისე დროს მითხრა როცა უკვე გადაღება მქონდა 1 საათში ჩანიშნული მე გეცოდინებათ პარიზში მეგობრებო გიორგი პარიზი ასე ყველა მიცით ტურებს რო გეგმავს და ტურისტული კომპანია რო აქვს მახსოვდა უცებ მოვიცია უცებ მიშოვა სხვა ვისაჟისტი და ასე შემდეგ და აქ უკვე რომში თავიდანვე ვიცოდი ნინო არის ერთი ძალიან კარგი გოგოა აი ძალიან უბრალოდ არ ეცალა ეს დღები და რაღაც ორივესთან მინდოდა მუშაობა რა და საერთოდ ჩვენზე ხო საერთოდ გოგოა დღეს მაგალითად გადაღებიდან წერ რა და ინტერნეტი არ იჭერდა ანუ ჩვენთან სვანეთში ყველგან არის არსებობს ანუ წარმოიდგინეთ ჩვენთან არ არსებულია მთის წვერზე ავიდეთ და ინტერნეტის პრობლემა იყოს მაგრამ ხო და ეხლა მოდი ფილმზე გაინტერესებდეთ რაღაცეები და გეტყვით. ზოგადად სცენარი მთლიანი ფილმის, თავის პერსონაჟებით და ყველაფრით მსახიობმა არ იცის თუ არ არის მთავარი როლის შემსრულებელი. და მე ვფიქრობ, რომ ალბათ იმანაც არ იციან, ხა მაგდენი არ ვიცი. ჩვენ ვინც ვართ მეორე არა ვარ, რავი, მესამე, მეოთხე ხარისხოვანი როლები ვისაც გვაქვს, ჩვენ ვიცით ის სცენარი. რა თქმა უნდა, სცენარის იმ დღის გადაღებების რა დღეებით გვაქვს, მქონდა მაგალითად გუშინ მქონდა რეპეტიცია, მქონდა რაც შემიკერეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ავარჩიეთ, ასევე გრიმი მოვირგეთ, მომარგეს, როგორ ვიქნებოდი და როგორ მოუხდებოდა ამ ტანსაცმელს და ასე შემდეგ. ერთი ვიცი რომ მაკერტნო ყოფილიყავი დილით, რა თქმა უნდა, ხო დაგანახეთ რომ მანქანაში გავიკეთე რუტინა და ყველაფერი. ხო და მარტო ორი გვერდი, ანუ წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში 9 საათნახევარი იყო გადაღება და წვიმამას რო არ დაეწყო, ალბათ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა რა. ხო და იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ მხოლოდ აი იმ დღეს რაც გადაღება გვაქვს, ის სცენარი ვიცით, თან მივდევრობით, როგორ უნდა გავაკეთოთ. რა ხდება შემდეგ სხვა ლოკაციაზე, სადაც მე არა ვარ, იქ არაფერი არ ვიცი საერთოდ და ზოგადად არც გეტყვის რეჟისორი და არაფერს არ გეტყვის ეგეთ რაღაცებზე არ საუბრობენ რა. იმ ხო და ერთი არის აქ იყო, მე კიდე იქნება და აუცილებლად მე კიდე რომ მექნება გადაღებები გაჩვენებთ. მე მინდა გეტყვით. მე ვაგროვებ ზუკა
ცოტა დამეხმარე რა დიალოგში, რომ სწორი ტერმინებით უთხრა ჩემს გამომწერებს, ამ შეცდომაში რო არ შევიყო, ანუ გამოცდილებას იმ თავარი რაღაცისთვის, რისთვისაც აი ნუ მე რამე სერიოზულ, უფრო სერიოზულ, ანუ ეხა პორტფოლიოს ვაგროვებ, ხო? აკროვებ კი არა და ვაწყობ. ეხლა ხო რაღაც მეოთხე ხარისხოვანი როლი ესე რა ვთქვა, თან ლაპარაკობ. კარგი ის არის, რომ არ დგევარ მარტო ემოცია არ არის, მაქვს დიალოგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად ხოლმე ესე პირველ ნაბიჯებზე ჯერ უბრალოდ რაღაც კადრებისთვის იყენებენ ხოლმე, მაგრამ მე ძალიან გამიმართლა, რომ მოვეწონე იმ ადამიანს იმ და ძალიან რა ვიცი, ისე მიჭირს ხოლმე ზოგადად ენების შესწავლა. ძალიან მიჭირს და ძალიან რთულად ვისწავლე ის რაღაც ტექსტი, რასაც ვიცახი, ანუ ხო არ მოგატყუებს და ხო არ ვიტყვი, რომ იმე ადვილი, არაფერი არ არის ადვილი. როცა არიცი ენა, როცა იმის ტვინი არ აქვს, ანუ ტვინი შეიძლება მაგ ცუდად ვიცახი ჩემ თავზე. დრო არ მაქვს ხოლმე და გაბნეული ვარ, ანუ ყველაფერზე რო ვფიქრობ რაღაც, ძალიან რთულად ვითვისებ ენებს რა, რეალურად. და ძალიან რთულია და პლუს ნახეთ გადასაღად მოიტანს, ანუ საერთოდ უცხო ადამიანი ვიყავი, ყველა საუბრობდა იტალიურად, ზოგი ფრანგულადაც ორი ადამიანი. ინგლისურ ენოვანი არის ფილმი, რო იცოდეთ. ხო და იქიდან რაღაც ისე ვიყავი რა, ანუ უცხოთ ვიყავი თავიდან, მორცხოთ ვიყავი, რეპეტიცია რო დაიწყეს და მაგიდასთან დაჭრა ყველას თავისი სცენარი ქონდა გუშინ, რაღაცა მიუჯექი მეც და თან რა იყო, იცი რომ ემოციას ანუ ხო ერთია რომ ტექსტი თქვა და ამის გარდა არის ემოცია დაიჭირო. გინდ სხვა ადამიანის საუბრობს, მარტო ის კი არა რომ შენ ლაპარაკობ და შენი ემოცია დაიჭირო, არა. აი ის ვიღაცა რომ მოდის, იმის ემოციაც უნდა დააფიქსირო შენის რომ მოდის. მიმიკა, თვალით მზერა, გადაზედმეტებული ღიმილი არ შეიძლება. ამის გარდა აი ნახეთ ფრჩხილები გრძელი მქონდა და დღეს ვიყავი ძალიან ისე საერთოდ ისე გამიკეთეს თითებით, ხო და ინახეთ კრასკები მქონდა ფრჩხილებში, რომ საერთოდ ტატუები დამიფარეს და ასე შემდეგ რა, ანუ ბევრი რაღაცეებია, ფაქტორია. ეს ჩემთვის ახალია და ძალიან მიხარია, ახალ რაღაცას ვსწავლობ და წარმოიდგინეთ თქვენ აი ეხლა მე რომ მაკიაჟს მიკეთებს, აი ეს ერთი მაკიაჟის გაკეთების რაღაც ერთ კადრს 3 საათი ვიღებდით ჩათვალე. იმიტომ რომ უხმოთ რაღაცა თვალის მზერა, იმის მზერა, ამის მზერა ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრი ფაქტორი და თან ვაკვირდები, თან ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, უბრალოდ ციოდა, ერთს გეტყვით რომ ციოდა, ციცივის გარდა აი სხვა რაღაცა არ მქონია აბსოლუტურად, იმიტომ რომ თავიდან რაღაცნაირად მორცხვად ვიყავი რეალურად, მაგრამ მე შემოუძახე ჩემ თავს. აი გეტყვით რა შემოუძახე, თამოთქო, აქ ანუ იქ ყველა ერთმანეთს იცნობდა და მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ანუ სხვა ქვეყნიდან იყო, ესე რომ ვთქვა, ანუ საქართველოდან იყო რა. ხო და ანუ არ დაიბნე, მორცხვად არ იყო. მიდი, უბრალოდ იყავი, იდექი და შენი საქმე გააკეთე. რო ლაპარაკობდნენ ინგლისურადაც, რაღაცები არ მისმოდა ხოლმე რაღაც ემოციაზე. მე ზუკას დაუძახებდი, ზუკა დამეხმარება. ეხლა რა უნდა გავაკეთო? ფეხი როგორ უნდა გადავადგა, რამდენი ნაბიჯით, ხმა როგორ უნდა ამოვიღო და ასე შემდეგ რა და ანუ ჩემ თავს ვესაუბრებოდი, რომ ამაყად გარიყავი და არ გონებოდი, რომ რაღაცა ისეთი ვერა გააკეთებს, რაღაც მორცხვი გოგოა. აი ძალიან ჩემ თავთან მქონდა ძალიან ისეთი დიალოგი რა. ვითომ პირველად არ ვიყავი რაღაც ჩემ თავთან ესე მქონდა. ძალიან რთულია, იცი, ახალ გარემოში რო ხარ, უცხო ქვეყანაში რო ხარ და ენა არ გესმის მართლა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. აი ესე ვიდექი, გეგონება მესმოდა ყველაფერი. აუ მართლა ძალიან რთულია. ძალიან თბილად უნდა გენახათ გოგოები, როგორი თბილად მეკცეოდნენ და რაღაცები რო არ მისმოდა, მაგებინებდნენ ხოლმე და ძალიან ისეთი საყვარლები არიან, იტალიელები მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან თბილი ხალხია რა და ის კომპლექსი რაც მქონდა ენის ბარიერი, საერთოდ გამიქრეს და ძალიან ისე და არ გამიჭირდა, მე არ ვიტყვი რა, ეს ემოცია არ გამიჭირდა. დღეს იყო ემოციური კუთხე. ხოლო და მხოლოდ არა ლაპარაკი არ იყო, ჩემი როლი არ იყო ლაპარაკის თორე. ისე რა თქმა უნდა იყო. ეხლა ვერ ვკითხულობ კომენტარებს, წავიკითხავ, როდესაც თვალს დავასრულებ. ხვალ უკვე არის ბოლო გადაღება აი ამ სცენის და მე ვლაპარაკობ. ხო და რა ვიცი, არ არის ისეთი მთელი გზა ვიმეორებდი, მაგრამ რას ვაკეთებ? ბევრჯერ რომ ვიმეორებ, მე მავიწყდება. მე ჩემ თავს ვეუბნები, რომ თამო დაისვენე ცოტა ხანი, აღარ იფიქრო ამ სიტყვებზე, იმიტომ რომ უაზროდ
ოღონდ ერთ რაღაცას მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა ვიჩქარო. რეჟისორი დავაფიქსირე, რომ გოგოებსაც უთხრა, რომ საუბრობდნენ, რომ ემოცი უფრო ნელაო არ იჩქაროთო და უფრო მე ვფიქრობ, რომ უფრო ნელა რომ ვიტყვი ამ სიტყვებს და გააზრებულად, ანუ დაზეპირებულივით არ იქნება. 6-ის ნახევარზე იმიტომ ვდგები და თან არ უნდა დავაგვიანო მე, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი არ ვეგონო ამათ და 6-ის ნახევარზე ვდგები, იმიტომ რომ ხვალ წვიმაყოფილა გამოცხადებული და ეს ჩემი სცენა, რომელიც და ერთი სცენა ვერ გადავიღეთ დღეს და ძალიან რო წვიმდა, უნდა გადავიღოთ. რა თქმა უნდა, როგორც დღეს ვიყავი ვიზუალურად, ისე ვიქნები ხვალაც. რეჟისორს მოსწონსო, მაგრამ სხვათა შორის არ ვიცი, მე არ მინდა ვთქვა ეს. და ოდნავ თირს დაიხანა. ეს ჩემო მენეჯერმა გითხრას მირჩევნია. მე ვერ ვიტყვი მცხვენი არ, ანუ მე ვერ ვიტყვი ჩემ. ძალიან მაგრა რო ითამაშე. ამას ვანახე ჩემი სცენა. შოქში ვარ, ოღონდ მართლა ხალხო. კაი. ერთი ეპიზოდი იყო, აი როგორ იცი, უყურებთ და თამო გადამიხვია ეს კადრი, თქვენი არ იყო? გეფიცები ჩვეულებრივად ძალიან გამოცდილი, აი ძალიან თან ადაპტირებული რო ხარ სიტუაციაში, ზუსტად ეგეთი სიტუაცია ქონდა. ძალიან მაგრად ითამაშე, აი კომპლიმენტი კიდე გეუბნები. აი, კაი, ნადლობა. მართლა. გოგო, იცი ხო და დაელოდეთ. გოგო, არის მომენტები, როდესაც იმ სიტუაციას ისე ისე შენი ხდება, ანუ შენ ახარ. ანუ ის რაღაც რეალური ხდება და ის ემოცია რაც შენ დაინახე, რაც მე გავაკეთე. არის ჩასვავენ თუ არა მაგ იმას, იმიტომ რომ კადრი ბევრჯერ გადავიღეთ, რაღაც შეცდომები იყო. ეს მოხდა ავტომატურად, აი ავტომატური გადასვლა მქონდა ეს, რა ისე კი რომ მე დაგეგმილი იყო. აი ეს ემოცია იყო, რაც იმ მომენტში მოხდა რა. და ბუნებრივი. ფილმი, სერიალი არ არის. სერიალზე მწერთ მეგობრებო, არ არის სერიალი. მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ რაც გეგმები მაქვს, ისე წავიდეს, როგორც მე მინდა, რა ვიცი, იმედი მაქვს. ზოგადად ხოლმე ხო არ საუბრობ რა, ჯობია რომ მე აი ესე კაკაოცოთ ხოლმე, ხო გირჩევნიათ. აი ასე დაგიმალოთ რაღაცები და მე გაგაოცოთ. მთელი 1 წლის გეგმას გიმალავთ მეგობრებო. 1 წლის გეგმას გიმალავთ კიდევ. 1 წლის. ვერ გეტყვით ფილმის სახელი. არც ეგ არ ვიცი, ჯერ კიდე გადაღებები მიმდინარეობს. ჯერ ის არავინ არ ვიცით. თამაშობს, რა თქმა უნდა. რეჟისორი არის საკმაოდ ცნობილი. ძალიან ცნობილი. ესე იგი, ემოციური, მე ანუ ბავშვებთან და მე მიყვარს ძალიან ოჯახი, გიჟდები ბავშვებზე და არ ვიცი, ჩემთვის ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ასევე ინტუიცია მაქვს უკიდურესად განვითარებული, ვერც კი წარმოიდგეთ, ანუ რაღაცა რო ისი არ არის ხოლმე, როგორც უნდა იყოს, რომ მეუბნება ყველა, რომ ყველაფერიო კარგად არისო და ტყუილად ნერვიულო და განიცდიო, მე რო ვიცი, რომ რაღაცა სიტუაცია არის ცუდად, გრძნობ ამას შინაგანად, მეორე დღეს ხდება ცუდი. გეუბნებით იმას, რომ ესეთი ინტუიცია მაქვს. დასრულდა და მოვჩით გადაღებას წვიმა დაიწყო. მე სადაც ვიყავი გადავიღეთ და როცა გამოვა ამ წლის ბოლოს გამოდის ფილმი, შემაფასეთ თქვენ ემოციური ნაწილი და მეტყოლებაც თქვენთვის მომინდია. შესაბამისად რეჟისორს მოეწონა. რაც მთავარია და ყველაფერი გავაკეთე მაქსიმუმი, რომ ორი დღე მქონდა გადაღება ეხლა. მაგრამ რაშიც ვარ ეპიზოდურ როლში თუ სიტყვიერ როლში მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი თავი და არავის არ გონებოდა ის, რომ სხვა ქვეყნიდან ვარ. შეიძლება ენაზე პრობლემა მაქვს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. მე არ მინდა ამ პარტან მოვთქვა, მაგრამ თავი კეტონა ნიმესირი უნდა დავლიო. გამარჯობათ. ალერგია მომცა ზუკა გრიმმა. როგორ ხართ? გამარჯობათ. როგორ ხართ? ისე მტკივა თავი. ხო. არასწორად მოგეცი შენ ლიპოილები და მომეცი რამე. ზეცები.
0-3 მინდა. 0-3 იცი წავასწავლე თორე გამწარდე როგორ ხართ დამელოდე ვაიმე გაზიანია არა უშოთ როგორ ეხლა მოგაქცევთ ყურადღებას ძალიან სხვა სამყაროა რეალურად ძალიან აი ამ გრიმმა მოვიშორე იქაც მაგრამ მომცა ალერგია ეხლა უნდა დავლიო ნიმესილიც ნახე როგორი შეშუპებული ვარ შეხედეთ რა დამემართა თან ბევრი ვიტირე ხო და ამ ტირილმაც დამასია კი ანუ მინდა განახოთ კი დღეს მოვრჩი ჩემი როლის გადაღებას ანუ ჩემს სიტყვისაც იმაზე კარგად გამოვიდა მგონი ვიდრე მქონდა ჩაფიქრებული მაგრამ იცოდეთ რომ როდესაც აი მაგალითად ერთი სიტყვა მქონდა და ერთი სიტყვა გავიმეორე 30 ჯერ გვერდითა კრუპნი კადრი შორი კრუპნი კადრი ასე ძალიან სხვა არის კი ასევე ნახე როგორ დავლურჯდი შეხედეთ მაგარი დავლურჯებული ვარ ხო ანუ იცი ანუ კი როლში მომიწია ტირილი ზოგადად ესეთი როლი ჩემთვის პირველია და არ მქონდა ბევრი სიტყვა მაგრამ რაც მქონდა ვფიქრობ რომ რა ვიცი ალბათ კარგი შემაფასეთ ამ წლის ბოლოს გამოვა ფილმი გავა იტალიის ყველა კინოთეატრში და არა მარტო იტალიის ყველა კინოთეატრში არ ვიცი შეიძენენ თუ არა საქართველოს კინოთეატრები ამ ფილმს აი პრემიერაზე დაგპატიჟებთ ყველას ზუსტი დრო არ ვიცი ერთხელ ბევრი მე რომ მეკითხებოდით ყველა ესე კითხე როდის იქნება თქო რა რეჟისორს თქო და აუ ძალიან აი თვალები მინდა განახოთ როგორ მეწვეს ძალიან თავი მტკივა და ეს მოფრინავ ხვალ მოფრინავ დილით ხვალ მოფრინავ შერი ვარ ძალიან ანუ მქონდათ საჭმელი აქვთ მაგრამ ვერ ვჭამის მაგარებს რაც რა აქვთ ბურგერები და ეგეთ რაღაცებს არ ავჭამნე და როგორი დაკმენილი ვარ შეხედეთ აი მინდა გითხრათ რომ ის არ არის მხოლოდ ძალიან შრომატევადია განსაკუთრებით თუ ეს როლი არის რთულ ადგილას გადასაღები ტყეში ღრეში გჭირდება სირბილი ემოცია სტრესი გააჩნია როლს ხო ხვდებით და მოდი თათი უეჭველი მჭერჭერ თავს შეხედეთ აი ღმერთო რას გვევარ ეხლა ველოდები რომ ამ მსახიობები წავიდნენ პირდაპირ გადასაღები მოვიდნენ და უნდა ვაჩუქო ამათ როგორ თქვა მეიკაპ არტისტები არ არიან ხო მეიკაპ არტისტებს თამო კოსმეტიქსის გადადებული მაქვს ხო და რაღაცები უნდა ვაჩუქო გუშინ დამავიწყდა მანქანაში დამრჩა რომ წავიღე და დღეს უნდა ვაჩუქო მაგას ველოდებით და წავალ ამ ცხოვლის ცოლსაც ვაჩუქე ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანია Ok, all'ultimo momento ho risolto, grazie comunque. თვეში კი come on In the Roma? Yes 2 minutes I waiting girls You speak the Tiziano? Yes It's okay? Zuki Tiziano speak Maybe Yes in the coming in Roma the girl the black girl Black oh okay Yeah. no problem Okay Zuki
Zuki this. Okay. I 2 minutes. Bar. Okay. Cafe. ჩემი ინგლისური იცოდე. ჩემი ინგლისური არ დამცირდ. ჩემი როლი ნახეთ სხვადასხვა ადგილებში აქვს ყოვა. ეხლა იყო აქ მორჩა ჩემი როლი. მე იქნება ივნისში, კიდევ 2 დღით. მე სექტემბერში და მორჩა. როგორც ვიცი, არ ვიცი სექტემბერში აქვთ თუ არ ვცდები სხვა ქვეყანაში. ივნისში რომში აქვთ ოღონდ ცენტრში. ზის რა ქვია? იცით რა არის? სულ ხმარა მომეღო. როდესაც ცუდად კი არ გამიგო, ძალიან მინდოდა, მე და მსახიობობა არ მიოცნები არასოდეს ამაზე, ვაფშე სხვაგან ვარ და აი საქართველოში არ გადაუღივარ, ხვდებით თქვენ ფილმში და არც მქონია სხვათა შორის ასეთი ამბიცია, რომ ღმერთო რაღაცა დამემართა ცხურზე ნახეთ. ხელებს გავიწმენდო. არც მქონია ხალხო ასეთი ამბიცია, რომ კასტინგებზე მევლო და რაღაც არ ვფიქრობ რომ ვარ რაღაც ნიჭიერი ადამიანი და მსახიობობისთვის ვარ შექმნილი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ინგლისურს რო კარგად დავხვეწავ, როგორიც არის Netflix-ი და ასეთი მაღალი დონის უფრო, პორტფოლიოს ვქმნი და მიხარია ის რომ პირველი ჩემი როლი არის არა მხოლოდ გინდა ეპიზოდური ყოფილიყო. ეპიზოდურია, რა თქმა უნდა, არ ვარ მთავარი როლის შემსრულებელი და არც რა ვიცი, მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი, მაგრამ მიხარია ის რომ ვარ საკმაოდ მნიშვნელოვან ეპიზოდში, ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში ვარ. ვარ ეპიზოდურ როლშიც უხმოდ და მარტო ემოციით ვარ და პლუს მხოლოდ მეც ვარ. და ვსაუბრობ. ძალიან კარგია ეს და პორტფოლიოსთვის იდეალურია ეს რა. რატომაც არა. მიხარია ის რომ გეტყვით მე მინდა რომ რაღაც რეალობა გითხრათ, იმას გეტყვით რომ ძალიან ციო და ინტერნეტი საერთოდ არ იჭერდა, აი ახლა მოურჩით დილის 7-ზე რომ დაიწყო გადაღება. ჯერ სეტის აწყობა, მე უნდა ყოფილიყავით როგორც გუშინ ვიყავით, აი ისე კი რა თქმა უნდა თანხას მიხდიან, მაგრამ არა ისეც რა ვიცი, ესეთი მნიშვნელოვანი მსახიობი არ ვარ ახლა ისე გადამიხადონ, მაგრამ გსულ რო არ მიხდიდნენ, რას მეუბნევით, ეს არის ძალიან კარგი. ხო და მე რა ხდება, მე გუშინდელივით უნდა მქონოდა გრიმი, თმა, ჭდილი, მზის ჩასვლა, ამოსვლა, თოკის, ეგ არ უნდა მეთქვა. მითომ არ გაგიგიათ ხო და არ ვიცი. ერთს გეტყვით რომ ძალიან ვეცადე ჩემი ემოციური კუთხიდან გამომდინარე, რომ კარგი ყოფილიყავი. და მიხარია ის რომ კომედია არ არის, მე და კომედია ვერა. მე რომ კომედიაში დამიძახონ უარს ვიტყვი. ჟანრი, იმიტომ რომ მე საშინელი ვარ მაგ განხრით. მე უფრო მელოდრამა, დრამა, ფანტასტიკაც არა, უფრო ესეთი დეტექტივი, რაღაც ბრძოლა, რაღაც ეგეთი რაღაცები მომწონს. და ტვინი მაგ გათიშული და ზუკას გაქრა. ეხლა გაჩვენებ როგორ სოფელში ვარ. გადმოვალ. თან აგავს გადავაკრებ, ხელები გავიწმინდე. ეს არის ძილის მაიკა, აკას. რომ მიხვდეთ. ნაგუსუნა. ისო. ანი გამარჯობა. რატო პირიო? აი მე არ ავტირი, არა. დაღლილი ვარ. არ ვტირი კაცო. ეს გადავაგდე. ეს გამივიდა და არა მსახიობის ბევრი რა მითხარით, აბა ბევრი ცნობილი ადამიანი, მსახიობი ჰოლივუდში, მე მაგათ კი არ ვადარებ თავს და ვერ შევადარებ, რას მეუბნევით, რომლებსაც არა აქვს დამთავრებული
სამსახიობო და არიან მსახიობები ცნობილები. უბრალოდ მოვეწონე ამ ადამიანს, ამ რეჟისორს, ამ როლისთვის. ვისწავლე ძალიან ტექსტი, დავიზეპირე. მე როლი გავათვითცნობიერე, რომ რა როლი მქონდა და არ დავშორებულვართ, რა თქმა უნდა, კაცო. ხო და ეხლა უკვე წავიკითხავ კომენტარებს. არც მჯერა. ეხლა აქ რო ვარ, არ მჯერა. იცი როდის გავიაზრებ, რომ რაღაც ისეთი მოხდა. როცა ჩავალ და ამ ყველაფერს ვიდეოები ხომ აქვს მე. აჰა. ფილმში არ გავაო, გავა. კინოთეატრებში გავა. მოურჩით, რაც მთავარია. აბა როგორ სუკა შენ თქვია, შენ მიყურებდი, როგორ ჩაიარა. მე არ მინდა ჩემ თავზე ვისაუბრო, მირჩევნია ნახოთ. როგორ ჩაიარაო, როგორ მოგეწონე. ბიჭო, ხმას ატუარებ ხოლმე. არ ვიცოდი აქეთ რო ქონდა შემოწმებული. კარგად შეიერა ძალიან. მე რამდენი დუბლზე ჩავწერეთ? იცი რა, გააჩნია რას მიწახი დუბლს. იმიტომ რომ ყველა კუთხიდან უნდა იყოს გადაღებული კადრი. ამიტომ რა ბევრი დაჭირდა მაგას. თან ერთნაირები, შორი ახლო. მთავარი, სტატიკური პროფილის და ასე შემდეგ. გეუბნებით ჩვენთან სვანეთში კიდე სად ვართ ყველაზე მაღალ ადგილას, რაც არსებობს, ყველგან იჭერს ინტერნეტი, აქ არ იჭერს.